რა ხდება რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ერთ-ერთი პატიმრის ოჯახი ციხეში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. პატიმრის ცოლი ამტკიცებს, რომ მის ქმარს ეგრეთ წოდებული მაყურებლების ცემენ და თანხას ზალავენ. განცხადება დღეს ოჯახმა ნაციონალური მოძრაობის ოფისში გააკეთა. პარტია რეაგირებას სასჯელ აღსრულების სამინისტროს თხოვს. უწყება კომენტარს არ აკეთებს, ინფორმაცია აქვს სახალხო დამცველსაც. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ იმჟარდებულები სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს, მაგრამ მათი აზრით უფრო მნიშვნელოვანი მაყურებლების იზოლირებაა. ეს ის საბანკო ანგარიშებია, რომლითაც რიმა ბურჯანაძემ პატიმარი მეუღლის ზვიად თაგვიაშვილის თხოვნით 1500 ლარი სხვადასხვა დროს ეგრეთ წოდებულ მაყურებლებს ჩაურიცხა. რიმა ბურჯანაძე ვინმე ირაკლი გულბანს, გირჩოს, ლერიას და ბომბორას ზედმეტ სახელებსაც ასახელებს. ამბობს, რომ მის მეუღლეს თანხები რუსთავის მე-17 დაწესებულების მაყურებლებმა უსაფრთხოების სანაცვლოდ გამოსცალეს. თუ უნდა რომ კარგად ეცხოვრა ნომერ მე-17 დაწესებულებაში, უნდაერიცხა თანხები გულბანისთვის, ეგრეთ წოდებული მაყურებლებისთვის, გირჩო, ლერია და გონგორა. დანით ფეხი დაუსერეს, სიგარეტი ჩააწვეს მხარზე, ცემეს სასტიკატეს, დაინახა ციხის ადმინისტრაციამ, უსაფრთხოების უფროსმა ვინმე გიამ და მოადგილემ დიმიტრმა. როცა უთხრა ჩემ მეუღლემ, რომ ესეთი სიტუაცია მოხდა, ფულის გამოძალვა 1000 ლარის ყველანაირი დოკუმენტაცია აქვს მაქვითრებით, ადმინისტრაციამ უთხრა შენი დრო არა გვაქვს, მერე მოგხედავთ. დაზარალებული პატიმრის მეუღლემ საგანგებო ბრიფინგი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართა. პარტიის წარმომადგენლები სასჯელ აღსრულების სამინისტროს სასწრაფო რეაგირებისკენ და დაზარალებული პატიმრის უსაფრთხოების დაცვას მოუწოდებენ. კრიმინალების მიერ ციხის მართვა იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს, კერძოდ ძალადობას, წამებას, სხვა პატიმრებზე იწვევს ფულის გამოძალვას და ეგრეთ წოდებული უბშიაკების აკრებას, იწვევს ადამიანების კვლელობას სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში და იწვევს კრიმინალის და დანაშაულის გავრცელებას ქვეყანაში. მაშინ ბატონმა სოზანმა განაცხადა, რომ მას სჭირდებოდა ფაქტები. ექსპერტები თვლიან, რომ ციხეებში მაყურებლების ინსტიტუტის გაძლიერების ტენდენცია საგანგაშოა და პრობლემა კანონმდებლობის დონეზე კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. სამწუხაროა, რომ ეგრეთ წოდებული ოფშიაკი დღეს უკვე აქტუალურია. ეს უნდა ითქვას, ის ფორმატ და ის სიმძაფრე არ აქვს, რაც ადრე ჰქონდა 2006 წლამდე გულისხმობ, მაგრამ აშკარაა, რომ ეს თემა უკვე აქტუალურია, ოფშიაკები სამწუხაროდ გროვდება უკვე. თაგვიაშვილთან დაკავშირებით ეს არ იყო კლასიკური გაგებით ოფშიაკის შეგროვება, ეს უფრო იყო ინდივიდუალური გამოძალვის მომენტი. თლიანობაში პრობლემა მაინც იმაშია, რომ მაყურებლების ინსტიტუტი იმიტომ რომ მათ წინააღმდეგ არ ხდება აქტიური ბრძოლა არის წახალისებული. ეს არის არსებითი სიტუაცია. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხს ზედმეტი პოლიტიზაცია არ ჭირდება და პოლიტიკური ქულების ჩაწერა, ამ საკითხს ჭირდება კანონმდებლობის შესაბამისად მიხედვა. ზვიად თაგვიაშვილი, როგორც მოამბემ გაარკვია, რამდენიმე კვირის წინ სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ მაყურებლების იზოლირების ნაცვლად სასჯელ აღსრულების სამინისტროს გადაწყვეტილებით ზვიად თაგვიაშვილი სასჯელ აღსრულების მე-6 დაწესებულებაში გადაიყვანეს და ცალკე საკანში მოათავსეს. ომბუდსმენის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ მსჯავრდებულ თაგვიაშვილზე ეგრეთ წოდებული მაყურებლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე რეაგირება პროკურატურას ოფიციალური წერილითაც თხოვეს. წერილები არის ორივე ორგანოში ერთი და იგივე დღეს გაგზავნილი, 3 სექტემბერს არის გადაგზავნილი წერილები. და შესაბამისად უკვე შემდეგი ეტაპი არის იმ ორგანოების მხრიდან რეაგირების მოხდენა ამ უფლებადარღვევის ფაქტებზე. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტს ექნება თავისი მეთოდები, მე ხა ვერ ჩავერევი მათ კომპეტენციაში, მაგრამ მინიმუმ უნდა იყოს მსგავსი პატიმრების ცალკე იზოლაცია, ცალკე გადაყვანა, ცალკე დაწესებულებაში. რადგან არ ქონდეთ მათ საშუალება სხვა პატიმრებზე ზემოქმედების. სასჯელ აღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულ ზვიად თაგვიაშვილის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. პროკურატურაში კი ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო.